17 მაისს მოგეხსენება დიდი დღესასწაული გოლოდება და სწორედ მოგიყვებით ჩვენ თუ რა არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე გვინდა გაგაცნოთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომელიც ამ თემაზე გავრცელდა გუშინ. 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსასწრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და ასევე სხვა სტუმრები. ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი. პარალელურად დილის 11 საათზე ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები. აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისული მრევლს დაალოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება. ეს გახდა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება 17 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით და ამ თემაზე ვაგრძელებთ საუბარს, შემოგვიერთდა სტუმარი საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე. კოტე, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. ტრადიციულად დავითიანი ჩართულია ხოლმე ორგანიზების ნაწილში, ფაქტობრივად დაარსების დღიდან რაც დაარსა მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ დღესასწაული. აი კიდევ ერთხელ განცხადებაში იყო ნათქვამი საათ როგორ რა ხდება, მაგრამ განუმარტოთ მრევლს, ესე იგი როგორ იწყება მსვლელობა, რა პროცესია იქნება, რა ხდება, რას მივაქციოთ ყურადღება და რა იქნება წელსაც ამ მსვლელობაში და ამ დღესასწაულზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგესალმებით დღეს მაყურებელს. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო ჩვენი ახალი კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრება და უსურო მას მეგზელობა და ღირსეული საჯაწყობელობა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვეცა საშუალება წელსაც გავუწიოთ თანაორგანიზება აღნიშნულ დღესასწაულს. თან გამორჩეული დღე არის, როგორც ბრძანეთ განცხადებაში, პირველი საზეიმო წირვა არის მისი უწმინდესობის და ჩვენც და მთლიანად ყველა ჩართულ საზოგადოების წევრს მინდა გულითადად ვთხოვო, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად წარმოვაჩინოთ ეს დღე, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში როგორც ვაკვირდებით, ხო, ამ დინამიკას იღებს მიღებულობს საზეიმო სახეს და წლიდან წლამდე არის უფრო ესეთი დღესასწაულის და ემოციის მომტანი, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, სადაც უკვე არა მხოლოდ ესე იგი გარკვეული ახალგაზრდები არიან, არამედ ბავშვებიც მოდიან, ჩვილებიც მოყავთ თავიანთ მშობლებს და ეს თავის ელფერს ძენს ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, წელსაც ვფიქრობთ, რომ ორგანიზებულად გავაკეთებთ ამ იერსახეს. როგორც ბრძანეთ, 10 საათზე არის შეკრება ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დილიდან მოხდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სასტუმრო მერიოტიდან პარლამენტის ჩამოსასვლელ ქუჩამდე და მოხდება მოწყობა. ამაში ჩვენ აქტიურად გვეხმარება ქალაქ თბილისის მერია და ყოველწლიურად გვერდში უდგას ამ ღონისძიების ორგანიზებას, ისიც მინდა მადლობა გადაუხადო. რაც შეეხება იერსახეს, ეს იქნება დაყოფილი როგორც ეროვნული სამოსით წარმოდგენილი სხვადასხვა ანსამბლებისა, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისა, რომელსაც დაურიგდება სპეციალურად არსებული შექმნილი ლოგოტიპი, ოჯახის დღის ლოგოტიპი შექმნილი მაისურები და კეპები, რაც თავისთავად სადღესასწაულო გარემოს შექმნის და ასევე მოხდება ესეთი გარკვეული წარწერებით შექმნილი ახალი ბანერებით და სადღესასწაულო დროშა ბაიარაღებით უკვე მსვლელობა დავითიანის ახალგაზრდების ჩართულობით. რამდენიმე მეუფე სინოდის წევრი მეუფე აღავლენს ქაშვეთში უშუალო წირვას და წირვის დასრულების შემდეგ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება და ყველანი ერთად გავემართებით სამებისკენ, სადაც მისი უწმინდესობა მეუფე შიო დალოცავს ყველა მონაწილეს. კოტე, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან
პომპეზური იქნება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ვკითხოთ თქვენ როგორც ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ოჯახის წევრს, თქვენი როგორც მამის, როგორც ოჯახის თავის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება როგორი არის ამ დღესთან დაკავშირებით და როგორ ემზადებიან თქვენი შვილები, თქვენი მეუღლე ამ დღისთვის. კარგი კითხვა. ჩვენ ამ წლების განმავლობაში არ გვეძლევა საშუალებას რიგითაც მივიღოთ მონაწილეობა, ამიტომ ცოტა გამიჭირდება რომ ეს ამ კონტექსტში გითხრათ, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და ძალიან ბევრი ახლობელი გვხვდება, რომლებიც თავისი ოჯახებით უკვე ბედნიერად არიან განწყობილი წინასწარ და ამ განწყობას თავისთავად ის ელფერიც ძენს, რაც უკვე ამ დღეს უკავშირდება და ამავდროულად აქ ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ახალგაზრდებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ამას, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ოჯახის სიწმინდე სიმტკიცის წარმოჩენა. სწორად დასვით კითხვა და მშობლებზეც და შვილებზეც რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ზეგავლენის მატარებელი, რომ არის დღე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შვილებით და მშობლებთან ერთად იზეიმონ მათი დღე არის, ხო? ანუ ოჯახის დღე არის და წარმოაჩინონ თავისი ეს სიხარული. და როცა ამას უკვე კრებსით და ძალიან დიდი სახე ეძლევა და ეს ზეიმის სახესღებულობს, უკვე ეს ბედნიერება მთელ ერზე გადადის და თქვენ მოგეხსენება ჩაშან საქართველოს მასშტაბით მოხდა ამ ყველაფერს აღნიშვნა და უკვე ეპარქიებმა და რეგიონებმა თავისი ძალებით მოახერხეს თავის რეგიონებში ამ ყველაფრის წარმოჩენა და მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ეპარქია იყო, სადაც აი ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფსაც საშუალოდ გაგვიკვირდა ისეთი კარგი დაორგანიზებული ჰქონდათ ის ღონისძიების შემადგენელი ნაწილები. ამიტომ ეს უკვე საზეიმო ქვეყნის მასშტაბი და შესაძლოა ალბათ ვისურვებდით და ამასაც მივაქცევთ ყურადღებას, რომ უკვე სათვისტომეებშიც რაღაცნაირად ქვეყნის გარეთაც მოხდეს ამ დღის აღნიშვნა. აი ჩვენ ხედავთ კადრებს პარალელურად საუბრისა, რაოდენობას ხალხის როგორი წარიმართებოდა წინა წლებში და დარწმუნებული ვარ, წელსაც ასევე იქნება. ვთქვათ, რომ განსხვავებულად დაემთხვა, რადგან კვირა დღეა და რადგან მისი უწმინდესობის პირველი სადღესასწაულო წირვა იქნება, ცხადია პატრიარქის სამებაში წერა ვთქვით, რომ დელეგაციები იქნებიან ჩამოსული, აღნიშნე მოძღვართანაც, რომ ძალიან მიხარია ეს ფაქტიც, რომ ეს დელეგაციების ნახავენ ხალხის ერთობას. ადრე იყო ასე, რომ დაუშვათ იმ შემთხვევაში მოსაყრე მღვდელმთავრები მიუძღოდნენ, პატრიარქი ხდებოდა პარაკლისი, ახლა ფაქტობრივად წირვის დრო შეიძლება მივიდნენ წირვის ბოლოს, თუმცა მისი უწმინდესობა შეხვდება ხალხს და ასევე ძალოცავს და ესეც იქნება გაერთიანება, ესე იგი მრევლის სამღვდელობის ნაწილი მიახლება სამების ტაძარში, პირველ რიგში ყოვლადწმინდა სამებას და ახლა თანაკურს მამამთავარს და იქ შეხდება იქნება დასრულება, როგორც ხდება ხოლმე სამებაში, ხო? კი, წეს მცირეცულობა გვექნება თვითონ სულობის მონაწილეები უშუალოდ წირვის დასრულების შემდეგ იგეგმება რომ დაემთხვეს ამ ამიტომ ადრე უნდა დაიწყეს წირვა სამრევლოებში. კი ბატონო, და იმის გათვალისწინებით რომ ამ სულობაში მონაწილეების სრულებს მიეცეთ საშუალება სხვადასხვა ტაძრებში, ამიტომ დაწესდა თხოვნით ადრე წირვის დაწყება, რომ შეძლონ ჩართულობა უკვე ამ მსვლელობაში. ფიქრობთ რომ დაახლოებით პირველიდან 2 საათამდე შუალედში მოხდება სრულობის უკვე სამების ტერიტორიაზე დასრულება, სადაც მისი უწმინდესობა უკვე ტაძრის გარეთ მოწყობილ სპეციალურ სივრცეში სტუმრებთან ერთად დახვდება სრულობის მონაწილეებს და აკურთხებს მათ და მიმართავს და ქადაგებითაც და დალოცავს და ეს იქნება უკვე როგორც სამებაში არსებული მრევლიც, ისე შეგრებილი მრევლის გაერთიანება სამების ეზოში და ამას მოყვება თავისი ესე ვთქვათ დაგვირგვინება ყველას გაერთიანებით. მუსიკალური გაფორმებაც ხო არ იგეგმება ვთქვათ, იმიტომ რომ ჩატარდა ხო ერთ-ერთ ჩვიდმა ის როგორც მახსოვს კონცერტის სახით იყო. სხვა ფორმით იყო, ერთხელ იყო სამებაში, იყო რუსთაველის სცენები, წელს რა ფორმით წარიმართება და რას მიაქციონ ყურადღება მათ ვინც მოვა, ესეც ვთქვათ რა თუ არის საჭირო არის გათვალისწინება. ჩვენ როდესაც დაწესდა დღე ჩვენ ყველა ვიცით რომ ეს არის აწყურის ღვთისმშობლის შემობრძანების კვირეული და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს მოსახლეობამ იქონიოს და ყვავილები, რომელთაც პატივს მივაგებთ აწყურის ღვთისმშობელს და რა თქმა უნდა იქნება საშუალება რომ უკვე თვითონ ტაძარში მომლოცველებს ჰქონდეთ საშუალება ემთხვიონ ხატს და მოილოცონ სიწმინდეები
ამ წელს ესეთი მასშტაბური საკონცერტო კუთხით არ გვაქვს დაგეგმილი, იმიტომ რომ ძალიან მოკლე ვადებში მოხდა მოგეხსენებათ რა მდგომარეობაც იყო, ჩვენ ვიყავით მისი უწმიდესობის გამორჩევის პერიოდში. ამიტომ წელს ესეთი სახის იქნება უფრო დელეგაციების, სტუმრების მიღების და საზემოსავლობის მონაწილეთა დალოცვის სახე იქნება, მაგრამ მომავალ წელს ვფიქრობ, რომ ბევრი საინტერესო ღონისძიება შეიძლება დაიგეგმოს და უფრო მრავალფეროვანი გავხვალოთ ეს დღე. გასაგებია და მოკლედ, ესე იგი სასურველი ალბათ როგორც წინა წლებში იყო თუ მოვლენ ნაციონალურ სამოსში ალბათ ისედაც ხდებოდა ხოლმე. კარგი კითხვა. ზოგი დროშებით მოდის და მოკლედ მაქსიმალურად ეს ეროვნული სულისკვეთების გამოვლინება ახლა. კი ბატონო, დაახლოებით 100-მდე ანსამბლია უკვე, რომლებიც მზად არიან და ემატება ყოველ წუთში მათი რაოდენობა. და ასევე რა თქმა უნდა ჩვეულებრივ მოსახლეობასაც ვისაც აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტრადიციული სამოსით შემოუერთდნენ უფრო გაალამაზებენ ამ დღეს. კეთილი, მადლობა კოტე, მადლობა საუბრისთვის. შევახსენებთ მსმენელს რომ ჩვენ გვესაუბრებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე და ვსაუბრობდით 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე.